Ქრისტიანს დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. რასაც რომ სიკეთეს გვაძლევს და რასაც რომ განსაცდელებს გვიგზავნის. რასაც წელი ჩვენი კურნებისა წამალი. წმინდა გიორგი ამისი ესე იგი დიდი მაგალითია. რა სატანჯველების მან დაითმინა, მის რწმენას არაფერი არ დაკლებია. და ჩვენთვის განსაცდელები აი ამ დიდი წმინდანის განსაცდელებთან მისადაგებით არც არაფერი არა. თუმცა შეიძლება ეს ჩვენთვის დიდი იყოს. წმინდა გიორგისთვის მცირე, ჩვენთვის შეიძლება დიდი იყოს. მაგრამ წმინდა გიორგის ცხოვრება და მოწამეობა ქრისტესთვის ერთ მთავარს გვეუბნება, რომ განსაცდელში სული ესეთი მტკიცე უნდა იყოს, რომ მას ვერ მოერიოს. ამას ჩვენს თავზე გადმოვიდა და ჩვენს განსაცდელებზე, ესე იგი ყოველივე უნდა ერთათმენა იქნება თუ რაღაცა მრისხანება თუ რა, ყველაფერი უნდა მოვითმინოთ, ღმერთს უნდა ვევედროთ, წმინდათა ცხოვრებას ვიხსენებდეთ და უნდა გამოვითხოვდეთ უფლისაგან მადლს, რომ მოვითმინოთ და მადლს, რომ სწორი პასუხი განჯის უნარი მოგეცეს. წმინდა გიორგი არის დიდ მოწამე. ესეთი ცნობილი წმინდანი თან საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ იშვიათია. უმეტესი ტაძრები საქართველოში წმინდა გიორგის სახელობაზეა. და აი აქ ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მისი წმინდა ნაწილი იყო ჩამობრძანებული ერთი მამა იოსებ ალავერდელის მიერ. ჯვრის დიდი ზომის, ცხოველმსხმელი ჯვრის დიდი ზომის ნაწილთან ერთად. და ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატში იყო ჩაბრძანებული. ამ ხატშიც არის წმინდა გიორგის მცირე ნაწილი. ანუ იმ თავიდან ესე საკვირველია, ხო ვამბობთ. ბოდბეში წმინდა ნინოს ძვალშესავალი სადაც არის, იქაც ტაძარი იყო აშენებული წმინდა გიორგის სახელობაზე და აი კათოლიკოს პატრიარქის ილიან მეორის უსაკუთრებით ამის შემდეგ გაშენდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ალბათ გინახიათ ზომით იმ ძველ ტაძარზე უფრო დიდია. და არის გადმოცემა, რომ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი იყვნენ ნათესავები კაბადოკიიდან ქართული ტომების წარმომავლობით. მოკლედ, დიდი დღესასწაულია. ძალიან გვიხარია, რომ შევძელით ჩვენ მრევლის სიმრავლეს არ ვითვლით, რადგანაც გვწამს და გვჯერა. უფლის სიტყვები, სადაც 2 და 2-ზე მეტი სახელითა ჩემითა შეიკრიბება, მეცი ვარ. ჩვენ შორის თუ ქრისტეა, ესე იგი სხვა აღარაფერი აღარ გვინდა. და ღმერთმა აკურთხოს, რომ ყოველთვის ვეცადოთ, რომ ჩვენ შორის იყოს ქრისტე. არა მხოლოდ რიცხობრივი 2-ზე მეტი ვართ რაოდენობით რომ მივიღოთ ეს. არამედ ჩვენი ღვთისმსახურის წინაშე დგომით, ჩვენი განსაცდელების მოწმენით, ჩვენი საფრთხო გონიერების გამოთხოვით და საფრთხო განჯის უნარით ყველა განსაცდელისაგან სწორი გამოსავალის მოძებნის მიტევებით სხვისადმი კეთილგანწყობით საკუთარი ცოდვების მიმართ დაუნდობელი სასტიკი. ესე იგი საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ. ისე მკაცრად, რომ გავიგოთ როგორი არის. სხვა სადვილად განვიკითხოთ და ადვილად შეიძლება გავიმეტოთ კიდეც. მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოცეთ, მაშინ მოლბება გული და გონება ჩვენიდან. აი ამ მრისხანების სანაცვლოდ მივიღებთ სირბილეს, სილბოს გონებისას და სიტყვისას, სულისას. და მაშინ შემწყნარებელნი ვიქნებით. სხვათა შეცოდებებთან მიმართ და საკუთარი შეცოდებების მიმართ ვიქნებით დაუნდობელნი. არ ვაპატიებთ ჩვენ თავს არაფერს და არც შეღავათების ზებნას დავიწყებთ საკუთარი ცოდვების გასამართლებლად. არამედ ვიქნებით საკუთარი თავის და ნებით უნებლიე ჩადენილი ცოდვების მიმართ უფრო მომთხოვნი და მკაცრი.
წმინდა გიორგი სხვანაირად ვერ შეძლო. იყო რა ქრისტეს მოყვარე, მსახურობდა რა წარმართი ურჯულო შეიძლება ითქვას კერძსახური იმპერატორის ლაშქარში, მას თავმოწონებით არ დაუწყია ლაპარაკი როგორი არის ქრისტეს მიმდევარი. როცა დადგა საკითხი რომ კერპებისთვის უნდა თაყვანი ეცათ, მაშინ მან თავისი აღსარებლობა აღრდამოლა და თქვა, რომ იგი არის ქრისტიანი. ისე ჩვენ თავმოწონების გარეშე, რასაც რომ ღვთისმადლით მიღებულს მოვიხმართ, ის ყველაფერი სულის სასაშენებლად იქნება განკუთვნილი და გამიზნული. იქნება ჭირი, თუ იქნება ხინი, ყველაფერი ღვთით არის და ერთი გვასწავლის ზომიერებას სიხარულში, თავი არ დავკარგოთ და ზომიერებას სუხარებაში, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდოთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მერთმა ინებას, წმინდა გიორგისა ლოცვით, მადლითა და მფარველობით, ჩვენ ხალხს ერთობა მისცეს ქრისტეში, ჩვენ ყველას მოგცეს მტკიცე რწმენა, რომ არასდროს არ უღალატოთ ქრისტეს და იმ ცნებას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ხრებით ატარეს, სისხლით მოიპოვეს და დაიმკვიდრეს. და ჩვენ გადმოგვიღუცეს დიდებულ აზრებთან ერთად თავისი მოწამეობის დიდებული ამბებით. ქრისტე აღზრდა. ქრისტე აღზრდა. ქრისტე აღზრდა. მერთმა ინებოს ჩვენი ერთად უფალთან სასუფეველში ყოფნა. ჩვენი დიდი წინაპრების, წმინდანების ლოცვით. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.